Fight Hop Podcast. გამარჯობა. გაუმარჯოს. მაგრამ that's the only German I know, brother. That's good. At least that. ვისა ბავშვობაში თბილისში სკოლაში გვასწავლიდნენ რაღაც იმას რა, გერმანულ იმებს, რა ქვია, რაღაც ლექსებს რა და აი ცოტათი მახსოვს რა, მგონი 4 კლასში ვიყავი რა და ისა აი მინდა გავიხსენო რა, როგორ იყო, იცი, დათვლა იყო რაღაც 1 2 3 მე რაღაც 1 2 3 მე რაღაც თუ რაღაც მართული ენა რა. ბიჭო, ერთი წამ გამარჯობა მათქვევინე კაცი, მოვიბესალმო რა, იყო რო გაგირდები ხოლმე რა. გაუმარჯოს ნიკო, ძმაო, სასიამოვნოა შენი გაცნობა. მიხარია რომ შემოგვიერთდი. გილოცავ გამარჯვებას. მადლობა. ისე შენი ხათრით დღეს გერმანიის ნაკრების ფორმით ვარ რა. რა კარგი, არა მიხარია, დიდი მადლობა, გამეხარდა. და ხო. აი და რომის ეპატიება ნიკო რა. რომის ეპატიება, მაგრამ მე გავიზარდე ინგლისში რა და უბრალოდ ვერ ჩავიცვებდი ახლა გერმანიის ზედას რა. ჯობია არც უნდა რა გერმანია ხო. Two World Wars and one World Cup როგორ ვარაც ბაო, აი შენ რო გამოხვალ, ბაზარი არ არის რა. For you bro, we support Germany. საქართველოს და everyone. საქართველოს. რანაირად ეპატიება ბაბუა ჩემის ძმა გერმანელ ცენტრაზე გერმანელებმა მოკლეს სამამულო ომში და მე თუ მეპატიება შენს გეპატიება მაშინ ძმაო. ახლა მაგას უნდა იფიქრო. ერთი ჩემი ბაბუა გერმანელი გერმანულ ხარზე, მეორე ქართულ ხარზე. ახლა რა საგიჟერთი ხო თავის დროზე რა. ფორმალურად შესავალი აუცილებელია გიბრუნდებით მომდენო მორიგი ეპიზოდით. Fight Hop-ი ხალხს, ესე ვთქვათ. და ეს დასისგან მოვიპარე, ვაჩი გავიცანი და ძალიან მაგარი კაცია რა და მინდა რომ წავიდე მაგის სოლო კონცერტზე 28 მარტს სხვათა შორის ნიუ-იორკში. ვისაც გიყვართ დასი, მეოთხე დასი, მოდით. ესე იგი, დღეს ჩვენი სტუმარი არის ქართველიც და გერმანელიც ამ შემთხვევაში, მაგრამ ნახევრად გერმანელი ხარ თან, ხო შენ? მებრძოლი MMA-ის ნიკო სამსონიძე, რომელმაც ერთი კვირის წინ ოქტაგონში მოიგო საკმაოდ ძიმე ბრძოლა, ალბათ Fight of the Night იყო თავისუფლად ეგ ჭხუბი. სადაც ბენომ main event-ში კამარია იყო 57 კილოგრამში, ბენოს ჩვენი ძმაკაცია, ბევრჯერ იყო ჩვენთან სტუმრად. და ნიკო, ძალიან დიდი მადლობა ძმაო მოსვლისთვის, გილოცავ, კარიერაში წინსვლას გილოცავ, მიხარია ძალიან აი ეს ქართული გენის ზეიმი ყველა ჯერზე, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე გავდივარ და მიესალმე ქართულ ხალხს და გააცანი თავი. მე ძალიან მინდა რომ საქართველოში მასობრივად MMA-ის გულშემატკივარი გიცნობდეს რა. ანუ გამარჯობა მიხარია თქვენთან ყოფნა. მადლობა რომ დამფათიჟეთ და რავი ხო როგორც თქვი რა ერთი კვირის წინ მძიმე ორთაბრძოლა მქონდა. ძალიან გამეხარდა რომ ამ ქარტშიც ბენო კამარი რომ მოიგო ძალიან მაგარ ბრძოლობს. ერთი ჩემი მეგობარი არის ყოველთვის თბილისში როცა ვარ ამასთან ერთად და მათესთანაც ვარჯიშობ და ძალიან კარგი ბიჭები არიან და გერმანიაში ცხოვრობ, მაგრამ ნახევარი ვარ და ოჯახიც მხავს საქართველოში და ყოველთვის მაინც ჩამოვდივარ საქართველოში და ხო ეგ არის, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვისაც ეგ ქართული გენები, როგორც თქვი და ხო. ძალიან ჯიგარი ხარ ნიკო. ძალიან ჯიგარი ხარ. ჩემი ბავშვი იმალება ხოლმე სულ არ მინდა გამოჩენაო და ეხლა დღეს ვერ ვაწყნარებ, არ ვიცი რა და ხო ხედავ. აი არავის არ მიაქციოთ ყურადღება. Let's talk about that finish, bro. Let's talk about that finish. ძალიან მაგარი finish-ი იყო, ნიკო. რამდენ ესა თავიდან game plan-ი ეგეთი ქონდა, რომ calf kick-ებით მოიგე, ხო? It was a calf kick finish, right? მოდი არა, კალხაში ჩა. ზუსტად ეგ იყო რა, თავიდან ეგ იყო ჩვენი game plan. იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცოდით ამანაც
მარჯვენა ფეხით წინ არის. იმის გამო calf-kick კარგად მუშაობს და სულ მაგაზე ვარჯიშობდით, მაგრამ მართლაც რომ გითხრა, არ ველოდებოდი რომ ასე ძლიერი ხელები, ასე ექსპრესიული არის და მაინც ახლა ბოლომდე ჩემ game plans ვუხურებდი და ბოლოში გამოვიდა, მაგრამ ასეთ რთულ ბრძოლას არ ველოდებოდი, მართლაც რომ გითხრა. ანუ ბედნიერი ვარ ძალიან რომ მაინც game plan გამოვიდა და ბარერამ რა, ახლა ჩემ ფეხით რომ ანუ დავამთავრე და მოვიგე ეგ ბრძოლა, იმიტომ რომ ანუ ეგ ფეხი მქონდა 4 წელს წინ მotexili და ეხლა რომ ანუ ქაოს ვაკეთებ ამ ფეხით, ეგ ჩემთვის ანუ ძალიან მაგარია, ძალიან გამეხარდა რა. მე სხვათა შორის შენზე გავიგე, აი ფეხი რომ მოიტეხე მაშინ რა. მაშინ გავიგე ვინ იყავი რა და მაგის მერე აი გელოდებოდი, როდის დაბრუნდებოდი ისა მე უყურებდი შენ კარიერას როგორც ვითარდებოდა და ძალიან მიხარია, სრული რეაბილიტაცია მოახდინე მაგის მერე და მაგ ფეხს როგორც ეხა შენ იქნევ, ეგ საოცრებაა რა. ის გარეშე და მაინტერესებს ისე თუ იყო შენ გაქვს ძალიან კაი ფუტვორკი, აი რომ მოძრაობ კლეტკიდან აი თქვა თუ game plan-ი არის ესეთი რომ კლეტკიდან შორს უნდა იყო რომ კედელთან მუშაობა არ მოგია თქვა კაი გრეპლერია მოწინააღმდეგე კედელთან კარგად მუშაობს კარგად მოძრაობ ძალიან ფუტვორკს აი იმაშვები circle out-ს აკეთებ კარგად ძალიან ყოველთვის და ეგ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ ბრძოლაში ბრძოლის წინ გეგმაში იყო თუ არა საშიშროება იმისა რომ მაგას შეიძლება ნდომოდა რომ მან შეევიწროებია კუთხეში მიემწყდია და რამდენად იყო ეგ მნიშვნელოვანი შენი აზრით ფაქტორი ამ ბრძოლაში რა ფუტვორკი და მოძრაობა ხან მარცხნივ ხან მარჯვნივ გამოსვლები რა მადლობა მე მგონი ანუ იცი რა ფუტვორკი ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ იმიტომ რომ ანუ მოძრაობ ანუ გააჩნია რა სტილს აკეთებ მაგრამ ახლა თქვა ჩემთვის ანუ უფრო ძელი რომ ვარ უფრო მნიშვნელოვანია ბევრი მოძრაობა და ახლა ამ ბრძოლაშიც უფრო მნიშვნელოვანიც იყო იმიტომ რომ ამან ხო ხედავდით რომ ამან წინ როცა მიდიოდა უფრო საშიში იყო და იმის გამო გასვლა და სტრაფი ფუტვორკი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ სიტუაციაში მაგრამ მაინც ახლა ამან მაინც ორჯერ მომხდა მაინც ახლა უკან როცა მოძრაობდი და ანუ ბევრი მაინც სავაჯიშო მაქვს ასეთ რაღაცებში მაგრამ ხო ანუ მე ძალიან მომწონს ეგ თქვათ ესთეტიკური მოძრაობა ფეხებზე რა ეგ სტილი თქვათ და ამაზეც ძალიან ბევრს მუშაობდი ბოლო წელებში რა ბიჭო ის გამახსენდა რა რომი შენ სახელი გამახსენე თვლიან რომ აი ეს calf kick-ები არის საკმაოდ ახალი რაღაცა რა UFC-ში რა მაინც ახლა თითულება რა და ბრაზილიელი რო იყო რა ერქვა რომი ისა ვინც დაიწყო რა leg kick-ები ძალიან ადრე რა what was his name ბრაზილიელი რო იყო leg kick არა პირველად მე leg kick-ები calf kick-ებს რაც შეეხება ვნახე ბენსონ ჰენდერსონისგან რომელიც UFC-ში ჩემპიონი იყო 60 ვიცი ზუსტად იცი ვიზე ვსაუბრობ რა ბრაზილიელი და ალბათ პედრო ჰიზოზე თუ ამბობ ეგ უბრალოდ ბარზახში ურტყამდა leg kick-ებს ეგ 90-იან წლებში ჯერ კიდევ heavyweight ხო ეგ ანუ ზემოთ ურტყამდა უფრო ხო არა პედრო ხო არა calf kick-ები შემოგვიყვება ბენსონ ჰენდერსონი უბრალოდ ბენსონი ზემოთ ანუ და ნიკო შენ რო დაიწყე რა ანუ შენ რო დაიწყე MMA ანუ რამდენი ხანი გავიდა როდის დაიწყე და ანუ თავიდანვე იყო ხო უკვე calf kick-ები ცნობილი თუ უფრო მერე შემოვიდა ანუ მე 15-ის როცა ვიხავი დავიწყე MMA და ეგ უკვე დიდი ხანის წინ იყო თითქმის 15 წელი და თავის დროზე ახლა არანაირად არ იყო ტექნიკური ჩვენ ხდებოდით ჯიმში და ანუ ბრძოლობდით რაღაცნაირად და აზრზე არ ვიხავით და calf kick-ებიც არ არსებობდა ბოლო თქვა 5-6 წელში ეგ calf kick-ები ანუ უფრო ბევრად ხმარობდნენ ხალხი და უფრო მეტი ფინიშებიც არსებობდა მაგრამ უფრო მეტი ხალხიც ფეხი მოეთეხა როგორც მე და მე მგონი რაც არის ნიშნულოვანი set up
setup-ს როგორ აკეთებ და ეგეც ანუ ამ სიტუაციაში მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანიც იყო ჩემი setup-ი ამ ბრძოლაში როგორც გავაკეთე ჯერჯერ მე ცოტა fake და მე შესლა რა იმიტომ რომ ხალხი თუ ხედავს ამ calf kicks და blocks თუ აკეთებს ძალიან ტკინეული შენთვის იქნება რა მაგრამ მართალია რომ თავის დროზე უფრო low kicks ხმარობენ ხალხი thai boxing-ისგან და ეხლა ბოლო წელებში უფრო calf kicks-ებს უხურებდნენ იმიტომ რომ calf kicks თუ ხმარობ უფრო ნერვებზე შედის და ფეხს ვეღარ ხმარობ რა ხო სხვათაშორის ხშირად გამიგია რომ აი ტაი ბოქსიორები რო ბლოკავენ იქ რა თქო ანუ ტაი ბოქსი ხალხს გონი რომ ტაი ბოქსიდან მოდის კეფკიკი რა რეალურად არ მოდის ტაი ბოქსიდან იმიტომ რომ ტაი ბოქსიორებს წინა აქვთ ბაზურად ეს ფეხს სულ ამოძრავებენ რიტმულად და სულ ბლოკავენ აზრი არ აქვს რო დაარტყა იმიტომ რომ სულ მზადაა დაბლოკისთვის რა და ტაი ბოქსიდან არ მოდის კეფკიკი რა კეფკიკი იმენა MMA-დან რა ეს იმენა აქ გაჩნდა ჩვენთან რა რა მაინტერესებს იცი შენ რო გიყურებ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ უყურებ ადამიანს რომელსაც ძალიან ბევრი ბრძოლა აქვს მოყვარულებში ბოქსში ჩატარებული და არის ეგრე თუ არა არა მე თავიდან დავიწყე გრეპლინგი არის ჩემი ისა ანუ ბაზა და ბოლო წლებში ერთ ჩემ ტრენერსთან ძალიან ბევრს ბოქსავდი ანუ ბოქსაობა ძალიან მომწონს მაგრამ ბოქსის ბრძოლა არც ერთი არ მქონდა ორი kickboxi ძალიან ბევრი გრეპლინგი და მე პირდაპირ MMA-ში რა თავის დროზე ხო არ არსებობდა დიდი amateur event და პირდაპირ პროფესიონალზე გადავედი რა ბაზარი არა ნიკო რა მაინტერესებს იცი გერმანიაში თითქოს რაღაც ერთ-ერთი ბოლო ქვეყანას იყო ევროპაში თითქოს ვინც აითვისა და შეიყვარა MMA თუ არ ვცდები რა მაგრამ ამ ბოლო დროს საფრანგეთი იყო ხო რა და თითქოს გერმანეთში არ იყო რა ეს დიდი MMA-ის სიყვარული და გაშუქება და დღესდღეობით როგორ არის და ერთსაც დავამატებ ყველაზე დიდი კომბატ სპორტი რომელი უყვართ გერმანიაში ხო იცი როგორ არის თავის დროზე გერმანიაში თქვათ უფრო ნეგატიურად უხურებდნენ ანუ ყველა ანუ box MMA ყველა კომბატ სპორტს ყველა კომბატ სპორტს შეიძლება ეხლა უფრო box უფრო დიდი იყო გერმანიაში მაინც მაგრამ მაინც ეხლა ხალხი უფრო ნეგატიურად უხურებდნენ და თავის დროზე MMA დიდი როცა არ იყო და ხალხთან როცა ლაპარაკობდი და მეკითხებოდნენ რას ვაკეთებ მე MMA-ზე რომ დავიწყე ლაპარაკი ყოველთვის უფრო ნეგატიური რეაქცია მქონდა და ეხლა ბოლო 3-4 წელში ასე დიდი გახდა MMA ხალხი იცნობს ხალხს უყვარს რაც ხდება ოქტაგონისგან ეხლა ოქტაგონში ყველაზე დიდი ივენთი იყო ბოლო ოქტომბერში მე სადაცაც მქონდა ორთა ბრძოლა 66,000 სტადიონში ხალხი და ეგ ხო უკვე აჩვენებს რა დიდი გახდა გერმანიაშიც რომ ამდენი ხალხი მოვიდნენ ამ ივენტზე უხურეს უყვართ და ტელევიზორშიც არის ახლა ეგ ერთი დიდ ტელევიზორში აქვთ ოქტაგონიც და ძალიან ბევრი ხდება ბოლო წელში თავის დროზე უფრო ნეგატიურად უხურებდნენ მე მახსოვს ახლა თქვა საქართველოში როცა მივდიოდი ხალხი იცოდა უყვარდა მაგრამ გერმანიაში ძალიან ნეგატიურად უხურებდნენ და ახლა ბოლო წელებში უფრო ანუ ხალხი უფრო პოპულარული გახდა ხალხი იცნობს და უყვარს რა ხო ანუ ადვილი გახდა გერმანიაშიც ალბათ ვარჯიშის და ჭუბების მოპოვებას და ასე შემდეგ და ხო ძალიან ბევრი სკოლები გაჩნდა ძალიან ბევრი ხალხი რომელიც უნდა ეხლა ბავშვებიც ყველა ბავშვები ლაპარაკობენ MMA-ზე social media-ში არის და ანუ ეგეც ჩვენთვისაც ეხლა ძალიან კარგი რამეა იმიტომ რომ თავის დროზე პატარა ივენთებზე ფულიც არის ხო არაფერი არა და ეხლა დიდი რომ გაჩნდა ეგ ჩვენთვისაც ხო ძალიან კარგი არის რომ უფრო დიდი თუ უფრო დიდ ივენთებზე შეგვიძლია ბრძოლა რა. კი ბატონო. და ყველაზე ცნობილი გერმანელი მებრძოლი MMA-ში ვინ არის? თუ არის თუ ესოდინებში?
ანუ გააჩნია ცოტა რთულია, შეიძლება აბუს მაგომედოფი იყოს, რომელიც დიუსელდორფში იმენა გერმანელი რა. ბიჭო. აი ეს ახლა კავკასიიდან ნასესხები ესა ხო, მაგრამ ახლა რა შემიძლია თქვა ახლა გერმანიაში რამდენი წელიწად ცხოვრობს და ოჯახი ხავს და ყველაფერი. ხო, ახლა გერმანულ დროში გამოდის და. ბაზარი არა. ბიჭო. კაროჩე, ეხა გავსერჩე უცებ რა. ეხა გავსერჩე უცებ რა და ამომიგდო დენის სივერი, თო. დენის სივერი, აბა წეღანა გითხარი, დენის. ხო, რომი არის? დენის სივერი თავის დროზე, ხო. თავის დროზე ქონდა ბრძოლა, main event-ი ქონა მეკრეგართან. ხო, ანუ ნიკო რისი თქვა მინდა, იცი, აი რომი არის ენციკლოპედია რა. Encyclopedia, this guy knows everything, man. მაგრამ ჩემნაირი cool background-ი მაინც არა, ხო ხედავ? არა, ხედავ. დათო ეხა თუ კიდე დენის სივერის ისტორიას მოყვება, მაგრამ ჩვენ შენი გვაინტერესებს უფრო რა. ბიჭო, არა, რა უნდა მეკითხა, იცი გიო, წეღან ნიკოსთვის რა. აი ეხა რაც ბოლო პერიოდში რაც ქართველები შევესიეთ, ხო? MMA-ის და ჩემპიონები გვყავს, კონტენდერები გვყავს, შეიცვალა თუ არა დამოკიდებულება, ანუ ახლა შენ ახლა მაინც ნუ შენ გერმანელი ხარ, მან დაიბადე, მან გაიზარდე, თან ქართველიც ხარ, მაგრამ ნუ გერმანელი ხარ რა, მთლიანობაში ხო ეგრე გამოდის და ანუ როგორი სიტუაცია იცი, თუ წამოიწია შენმა ქართველობამ სხვების თვალში უფრო წინ, მას მე რაც აი ქართველებმა ესე ამდენი რაღაცები გავაკეთეთ რა. და მთლიანობაში ახლა მე ჩემი გადასაწყვეტი არა გერმანელი ხარ თუ გერმანელი ხარ, შენ უფრო როგორ უყურებ შენ თავს რო მთლიანობაში MMA-ის თემაში მაინც როგორც უფრო გერმანელი თუ როგორც უფრო ქართველი. ესე რაღაცები ნიკო. ხო, ესეთი რაღაცები გაქვს ნიკო, შენ გიძლია იყო GG German Georgian ან GG Georgian German. ამებს ახლა იმიტომ კი არ გეკითხები პროვოკაციულად რაღაცა, ჩემთვის ახლა მთლიანობაში არ არის ეგ ვაფშე მაგრამ ხალხს მაგრამ უყვარს და აინტერესებს ქართველებს ჩვენ ხალხს ეგეთი რაღაცები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს ქართველი რომელიც სხვაგან დაიბადა, სხვაგან იზრდება, მაგრამ ქართული მაინც იცის, სხვათა შორის მაგაზე აუვეც ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ. ქართულად მივწერე ამას, ეგ შიფტი ქართული მე არ ვიცოდი გერმანიაში იყო დაბადებული, ქართული ასობით მივწერე და მიპასუხა და ეთქო კითხულობს მეთქი, მე მივხვდი რომ ეს ნაშით კითხულობს მეთქი რა ქართულად დაჟე და აი ჯერ ამაზე გამეცი პასუხი და გადავიდეთ მე სხვა თემებზე. აი გვაინტერესებს თუ რამდენად შეიცვალა აი ეს რაც ჩემპიონები გაგვიჩნდა, რაც კონტენტი რამდენი ცნობილი მოჭკურები თუ არის რაღაც ბუსტი ჩვენს მიმართ დამოკიდებულებაში და შენც როგორც ანუ რამდენად იყენებ ამას აი ქართულს რა ამ წარმატებებს რამდენად იმიტომ რომ უნდა გამოვიყენოთ სადაც ახლა მე შენ ადგილას გამოვიყენებდი მაქსიმალურად და მაგას გეკითხები რა ანუ ჩემ თავს ორივეს გზნობ. თქვი გერმანიაში დავიბადე და ყველაფერი და აქ ცხოვრობ, მაგრამ ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ქართველს გზნობ ჩემ თავს. ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის იმის გამო რომ ყოველთვის ჩავდივარ საქართველოში, ენაც მნიშვნელოვანი, წერა, კითხვა, ყოველ დღეს ჩემ მამასთან ლაპარაკობ ქართულად, ჩემ ოჯახთან და ეგეც მე მგონი რაღაცნაირად, ანუ ბოლოში ხო იცი როგორ არის, ნახევარი თუ ხარ, ორივე გაქვს რაღაცნაირად გულში რა. და ანუ ბრძოლის დროსაც ორივე მაქვს და ანუ ეგეც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თქვათ, ეგ როგორც ვამბობთ, ეგ ქართული გენები, ბრძოლის გენები, ეგეც რაღაცნაირად გზნობ ჩემთან. და ეგ შემიძლია თქვა ბოლოში, არ შემიძლია თქვა ეგ ერთი უფრო, ეგ მეორე უფრო, ორივე მაქვს, იმიტომ მამა ქართველი, დედა გერმანელი და ორივე არის ჩემ გულში და ასე არის და ეხლა რაც ხდება ჩემთვის ანუ ძალიან მაგარია, ძალიან მიხარია ამდენი ქართველები რომ გამოდიან UFC-ში, ოქტაგონში და ეგეც რაც ხედავ ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ერთად ვახერხებ რაღაცნაირად და ანუ support არის ყოველთვის, როცა ხედავ ხვდები ბენოს, მათეს, სხვა ვიღაცებს თქვათ ინტერნეტში გურამ, ქუთათელაცეს ყველას ერთმანეთს თან გვაქვს რაღაცა კონტაქტი,
support რაც შეგვიძლია გვინდა რომ ერთმანეთს დავეხმაროთ რა და ეგ არის რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი ჩვენთან რა რაც ხდება საქართველოში ან ქართველებთან და ეგ 100% ძალიან მიხარია რომ ხედავ ასეთ რაღაცებს რა ეხა სანამ რომი დაიწყებს თავის rants მე მინდა უცებ ერთი სასაცილო კითხვა მომივიდა რა სასაცილო არის საინტერესო რა თორე ეხა რომი დაიწყებდა თავის rants და 5 წუთი გაგრძელდებოდა და შევაწყვეტინებთ მე მეტყვის რა მე მატარებელი ვიყო რომ დავიწყებ მე ვერ მაჩერებს მოკლედ ნიკო ანუ შენ ორივე კულტურას იცნობ ძალიან კარგად გერმანულს და ქართულს რა და რა გონია ისეთი ამ ორ კულტურიდან რომ მეორეს გამოადგეს მაგალითად გერმანული კულტურიდან შენი აზრით რა გამოადგებოდა ქართულ კულტურას რა და პირიქით ანუ ქართულ კულტურიდან ან ჩვევებით ან ქცევებით რა გამოადგებოდა გერმანულ ხალხს ესა კულტურა გერმანულ კულტურას ან ხალხს ცოტა ძნელი კითხვა იყო მაგრამ დავსვი მგონი გაიგე ხო ანუ სპორტზე ლაპარაკობ თუ ისე ზოგადად ეგ ცოტა სტოლი იტყვა ანუ იცი რა გერმანელებისთვის ქართული კულტურიდან ჩემის აზრით საჭმელები თბილი ის ასე თბილები რომ ვართ ერთმანეთს რომ ანუ ერთმანეთთან რომ ვართ ყველანი ერთად KP ასეთი რამე ეგ არის რაც გერმანელებს ანუ ყველას არა მაგრამ რაღაცნაირად აკლია და ანუ ოჯახი ახლა ხო უფრო მნიშვნელოვანია საქართველოში შეიძლება თქვა ვიდრე გერმანიაში უფრო ინდივიდუალურები არიან და მეორე რაც შემიძლია თქვა საქართველოს ანუ ქართველებისთვის თქვა ეგ გერმანელები რაც აქვს კულტურა ეგ არის ორგანიზაცია როგორც ანუ ახერხებენ ყველაფერს და წერა რა მომწერა მეთქი ჩვენ მზადვართ მეთქი და ამან მომწერა 7 წუთში ვიქნები მზადო ამას ქართველი ამას არ მოგწევს 7 წუთში შანსი არა ქართველმა მოგწევს ანუ ზუსტად გატყილი ქონდა ტიპს 7 წუთში მზად ვიქნებიო გაიგე კიდე კაი არ დავაგვიანეთ ხო ნიკოლას კიდე კაი არ დავაგვიანეთ ხო ასე რა ეგ შემიძლია თქვა ეგეც ხო საინტერესო არის რომ ყველა კულტურში ან იმაში ყოველთვის რაღაცა ან განსხვავებული არის ყოველთვის მას ძალიან სხვადასხვა რამე არის ნიშნული და ეგეც ძალიან საინტერესო ჩემთვისაც საინტერესოა რომ ან საქართველოში ან გერმანიაში როცა ვარ სხვადასხვა რამეს ხო ხედავ და ეგეც ანუ ყოველთვის ჩემთვის ძალიან რაც მომწონს ამას ავიღებ ამ კულტურისგან რა ეგეც ჩემთვის საინტერესო არის რა და როდესმე თუ ქონია რაღაც ისა კულტურის შეჯახება culture clash თუ ქონია როდესმე არ შემიძლია თქვა culture clash არა იმიტომ ყოველთვის ორივე კულტურით რომ გავიზარდი არ მქონდა მე არ მქონდა არა ეხა უყურე რა ხდება ნიკო კარჩე მე მყავს აქ დაბადებული ნიუ-იორკში და ჩემი ბიჭი აქ დაიბადა რა ეხა მეორეზე ვარ ფეხბურთიმეთ და ის უკვე ცოტა სხვანაირად გვინდა რომ გაიზარდოს თბილისში იმიტომ რომ ამის გაზრდა აქ ძალიან რთულია რა საქართველოს ვერ ველაპარაკებ იმ დღეს ვეუბნები ქართულად მელაპარაკე მეთქი და რატო საქართველოში ხوار ვართო თბილისში რო ყავდა იქ ლაპარაკობდა ქართულად აქ ჩამოვიდა და არა იქო ქართულად ლაპარაკობდა აქო ინგლისურადო ანუ თან ძალიან რთული სამართავები არიან ეს დღევანდელი ბავშვები რა ხო და ახლა მე რო ეგრე მეთქვა მამა ჩემისთვის დღემდე კომაში ვიქნებოდი ალბათ ისე რაღაცას მიზონდნენ და ახლა ასეთი ენისტლიკინი დღეს მოდაშია რა ხო და ქართულია ახლა თან წერა კითხვა ასწავლო ესა ძალიან თითქმის შეუძლებელია რა და არ ვიცი სავარაუდო მინდა რომ აი რაღაც დროის რაღაც უკვე ძალიან მალე ერთის და მეორეს რო გაჩნდება მშვიდობით მადლობა ღმერთს გავზარდო მე რაღაც დრო თბილისში რომ იქაური ყაიდა ისწავლონ წერა კითხვა და ესე შემდეგ და მიეშვენ მართლა იმ სითბოს და რაღაცას და შენ შემთხვევაში როგორ
როგორ მოხერხდა ეს, რომ აი ენაც იცი ლაპარაკობ, ანუ თან დედა ყავს გერმანელი, მამა რო ყავდეს გერმანელი და დედა ქართველი კიდე არ გამიკვირდებოდა, იმიტომ რომ დედა მთავარია მაინც რა. მაგრამ დედა რო გერმანელი ყავს და მაინც ესე მაგრად ლაპარაკობ, ქართულად წერ, კითხულობ, ხო? რანაირად დედამაც იცის ქართული ნიკო. ანუ ჩემთან ასე ანუ გეთახმები ენები ანუ ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თავის დროზე დედა ჩემი ცხოვრობდა ერთი წელის ან ორი წელისთვის საქართველოში მან მუშაობდა მან გაიცნო მამაც ჩემი და მე ფეხსიმე როცა იყო დედა ჩემთან გადავიდნენ გერმანიაში და იმის გამო მამა ჩემი არ იცოდა გერმანული და დედა ჩემი იცოდა ქართული. დედა ჩემი მუშაობდა, მამა ჩემი ჩემთან ერთად იყო პირველი 2 წელი მე მგონი და სულ ჩემთან ერთად, ჩემთან ქართულად ლაპარაკობდა და ასე ვისწავლე. ხო ხედავთ აქცენტი მაქვს ისე ასე, მაინც ლაპარაკობ პრობლემა არ არის და ძალიან ჯიგარი. წერა კითხვაც შემეძლია რაღაცნაირად და ხო ასე ვისწავლე რა. ძალიან ჯიგარი ხარ ძმაო გააგზელე. როგორც საუბრობ გააგზელე ძმაო რა. ძალიან მაგრა საუბრობ. თაღო. ბიჭო, პლუს ერთი კიდე ის არის ევროპასთან მაგალითად, რომ ახლოსაა გაიგე და უფრო ხშირად შეგილია სიარული რა. ეხლა შარშან ვთქვით, სანამ ჩაფრინდა მოუკვდი ჩემი რა. დიდი გზა, მართალია. აი, მე უკანაც იგივე ესე მე ვერ ვიშოვეთ ვინ წამოიყვანდა ხო ასე ხარ. აქედან სტუარდესას გავატანეთ, მაგრა ვინანე მეთქი ვიეს გავატანე შვილი, ერთი შვილი მყავს, უკან ვიღა ძლივს ყოველს ვიშოვეთ მაკაცი ვინც მოდიოდა. თან ეხლა ჩვენ რო წავიყვანოთ სულ 3 კაცი, 4 კაცი აქედან იარე ნიუ-იორკიდან თბილისში ეგრე მარტივი არა რა, მაგდენი ტრამპი არ არის ბიძაჩემი რომ დამაფინანსოს და ხვდები ძალიან სხვა სიტუაციაა და რთულია, მაგრამ მიხარია ძალიან რომ ევროპაში ვინც იბადება და იზრდება ქართველები ხერხდება ეს და მე მაგრა გამიკვირდა მე რო გავიგე რომ გერმანიაში ფაქტურად გერმანიაში დაბადებული ნახევრად გერმანელი და თან ქართულად რო კითხულობ გავგიჟდი რა სიხარულისგან რა და მაგრა გამისწორდა და კიდე ერთხელ კომპლიმენტები ოჯახს დედასაც თავარი დედაა ყოველთვის ვიზახი რა კიდე ერთხელ რა ხო არა როგორც ამბობ რა მე მგონი მაინც ახლა შენ შვილებთანაც ძალიან მნიშვნელოვანია მაინც ქართულად ლაპარაკი თუ არც თუ ლაპარაკობენ არც ისე მნიშვნელოვანი მაინც რაღაცნაირად ეკნებათ ეგ იდეა ენაზე რა და თუ უნდა სწავლა სწრაფად ისწავლენ რა ნიკო, ხელი როგორ გაქვს ეგ მითხარი, ხა ხელს როგორ გძნობ? მოტეხილია ან მოტეხილი არის მეორე რაუნდში, ანუ ჯებს ხო ხმარობდი ბერჯერ და მოვითეხე მეორე რაუნდში პირდაპირ გძნობდი, მაინც ახლა ხმარობდი და მოვითეხე პატარა ოპერაცია 2 დღის წინ ჩავატარე, მაგრამ ექიმა თქვა რომ ისე დიდი ხანი ანუ ცოტა ხანში ვარჯიში შემეძლია და ისე სერიოზულიც არ არის და ხო ეგ ძალიან კარგი არის რა ანუ მოვითეხე მაგრამ პრობლემას არ არის ეგ ჯები ძმაო მე ხა როგორი სიტუაცია იცი ძალიან ბევრ ახალგაზრდა და არც თუ ახალგაზრდა უკვე პროფესიონალებთანაც მაქვს ურთიერთობა და ერთად მუშაობ და ესე შემდეგ და ჯები არის ყველა აი მომდენო ქეფქიქი ალბათ არის ჯები. ყველას უხსნი, გაიგე ჯები ხსნის ჭუბს და ხსნის საშუალებებს რა. ძალიან ცოტა ხმარობს დღემდე მაინც ჯებს MMA-ში. ყველაზე მეტად MMA-ში ხო. რაც მომეწონა შენს ჭუბში პირველად რომ ნახე, იყო ზუსტად ეგ ჯები. გრძელია, მიმართულია, იცი სად უშვებ და რისთვის უშვებ. და ძალიან მომეწონა ეგ ჯები, იმედია მალე გამოჯამრთელდება ხელი და შენი ჯები უფრო მაგარი გახდება რა, იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე მთავარი დარტყმა, პირველი დარტყმა რაც უნდა ასწავლოს მოჭყურამ, რაც უნდა იცოდეს არის ჯები. ჯებით იწყება ყველაფერი, ხო? და ძალიან მომწონს ეგ, ძალიან მაგრამ მომწონს შენი ჯები რა და მაგარია ძალიან რა. და ნიკო მოგიწია მე მუშაობა იგივე ხელით გატეხვის შემდეგ მაინც ხმარობდი? კი, სულ ხმარობდი მაინც ამ ჯებს, იმიტომ რომ ანუ როგორც თქვით რა, ეგ ჯები
თქვათ key factor იყო რა. იმ ჯებით ხსნიდი სხვადასხვა რამეს, თქვათ calf kick და მუხლი და ასეთ რამებს და ხო იმის გამო მაინც ხმარობდი. მოთხილი მქონდა, მაგრამ ეხლა მაინც თუ ხარ ბრძოლაში, ხო ვერ არიცოდი ხო ნიკო? არც იცოდი მაშინ. გზნობდი, მაგრამ ეხლა 100%-ად არ ვიცოდი, მაგრამ ეხლა ინტერვიუშიც ბრძოლის მერე თქვი პირდაპირ გერმანულად მე მგონი მეკითხებოდა და თქვი რომ მე მგონი მეორე რაუნდში მოვითეხე ხელი რა. ადრენალინისგან შეიძლება უცებ ვერ იგზნო. ეგეც ხო. ეს გზნობ უცებ და მე ბრძოლის მერე რომ გამოხვალ რო აქტივდება რაღაცა მე ხვდები რა. მომავალში რა არის დაგეგმილი მომდენო ეხა ჯერ მაინც ტრავმა გაგდა იშუშებ და მაგაზე მაინც ფიქრი არ არის კაი, იმიტომ რომ მე ვარჯიში გინდება, მე ადრე იწყებ ვარჯიშს, მე ტრავმა გიბრუნდება და ცუდი რაღაც. მაგრამ თლიანობაში რა მაინც ეხა მოჭუბარი ჭუბზე ფიქრს არ ვსარწყვეტს და მაგიტო გეკითხები მომდენო ასპექტი რა იქნება. ეხლა საინტერესო არის მე ვარ მე მგონი number 1 contender-ი ჩემპიონაში ოქტაგონში და ან ალბათ კამარისთვის შემდეგი ბრძოლა გააჩნია, იმიტომ რომ ეხლა გააჩნია რა ხდება, ჩემპიონი არის კეიტას უკვე ერთხელ ვიბრძოლე და კეიტა თუ დარჩება ოქტაგონში, შეიძლება რიმეჩი, მაგრამ რაც ფიქრობ, მე მგონი არ დარჩება ოქტაგონში, ან სხვა ზონაში გადავალ და ეგ ნიშნავს, რომ მე პირველ number 1 contender-ი რომ ვარ, ალბათ სხვა ვიღაცას შევხვდები, ალბათ კამარისთვის, ან მეორე ოპცია რაც არის, ეხლა 2 მოგება მაქვს 12 მოგება 3 წაგება, ბილანსიც ცუდი არ მაქვს, შეიძლება ნახოთ სხვადასხვა კონტაქტებით სხვა ორგანიზაციაში ამერიკაში ნახოთ, შეიძლება შესაძლებელი არის. მაგას ნახოთ, იმედი მაქვს, გავაქვიებთ ყველაფერს, მაგრამ კარგი შანსები ორივესთვის მაქვს და ნახავთ რა გამოვა, ჯერ როგორც თქვი, ნელ-ნელა დავიწყებ ტრამას ცოტა, სერიოზული ისედან არ არის, ეგ ძალიან კარგი არის, მაგრამ მაინც ცოტა დავილოდო და მე მიხარია და ნახავთ ამ წელში მე მგონი ძალიან კარგი ბევრი რაღაცები კიდევ მოხდება რა. მე და გიო ამას ვაკეთებთ ამ საქმეს რაღაც 6-6 წელი მიდის ჩარტომ ერთმანეთს იცნობთ უკვე კარგად. რა, ერთმანეთს არ შევხვედრივართ არასდროს ძმა. ანუ ნანახი არ მყავს რა. მართლა? ეს ჩინეთში ცხოვრობს, მე ნიუ-იორკში 大家好，今天我们跟尼科罗斯桑索尼兹一起来的做我们的博客。საუბრობ მაგარია. იცი ჩინური კარგად? სივართა რო გითხრა ის ინდონეზე ვიცი რომ შემიძლია ცხოვრება რა, მაგრამ ძალიან განვითარებულად ეხა ღრმა თრო შევიძე რაღაც ეგრე არა, მაგრამ ისე ვიცი რა, რომ ანუ ტაქსის რო დაელაპარაკო გზაში მოწყენილი რო ხარ, ხო აზე ხარ ტაქსი რო ზიხარ რაღაც დაელაპარაკო მაგდონეზე ვარ, მაგრამ ისი კითხვა მინდოდა იცი, ეხა ახსენე რომ კეიტა ახსენე რა და შენ ალბათ გირჩევნია დაჟე, ხო? პირიქით რო არ წავიდეს და მოგეცეს ის შანსი, რომ კიდე შეხვდე, ხო? თუ დიდად არ მაგაზე უნდა მეთქვა მეც მაგაზე უნდა მეთქვა, მაგრამ შენ ახლა ცუდ რაღაცას ეუბნები რა. მე მირჩევნი მაგალითად ამის და კეიტას რევანში, იქიდან გამომდინარე რომ ისტორია აქვს უკვე რაღაცა უფრო დიდ ორგანიზაციაში მოხდეს, გაიგე? და უფრო გაყიდვადიც იქნება. და უფრო ყველანაირად უკეთესი იქნება. ორივეს უნდა სადღაც უფრო დიდ ორგანიზაციაში მოხვედრა, ხო? აი აქ არის ნაო და ათქმევინე, აბა. მიდი ნიკო თქვი, აბა, როგორ გიჩვენი? გეთახმები, ეგ ყველაზე კარგი სიტუაცია იქნება რა. ეხლა იცი როგორ არის ჩემთვის მე ასეთი ტიპი არ ვარ, რომ სულ მაგაზე ფიქრობ, ცავაგე და კიდე უნდა შევხვდე. თუ მოხდება, სიამონებით კარგი იქნება. ეხლა მე მგონი უკვე ვარჩენე პირველ რაუნდში რომ ყველანაირი შანსი მაქვს და რაც შემიძლია მაინც მოგება ყველასგან შემიძლია, მაგრამ
ბოლოში ბრძოლა არის და ყველაფერი შეიძლება მოხდეს და თუ შეხვდებით ან ოქტაგონში ან სხვაგან, ეგეც კარგი არის და თუ სხვა ვიღაცას თუ შეხვდები, ეგეც სიამოვნებით კარგი არის რა. ახლა როგორც მოხდება, ასე არის. ჩემთვის ისედაც ახლა კეითას ვიცნობ, კარგი ტიპია და ახლა არ არის თქვათ პერსონალური კონფლიქტი. პირადულ პროფესიონალი ხარ, ეს პირადულში არ უნდა გადაგივიდეს წაგება და მოგება რა. აბა, ეგ არის ნიშნული. ზოგადად ამას ვეუბნები ქართულ გულშემატკივრებსაც დღეს გაიგე, იმიტომ რომ ტოქსიკური ხდება ეს ყველაფერი. აი მაგალითად დაღესტანელებს რო უგებთ, როცა უგებთ, ყველაფერი გადადის პირადულში და ეროვნულ შეურაცხყოფაში და იმაში და რა არის, იცი, მოვა ადრე თუ გვიან დღე, როცა დიდ ჩხუბს შეიძლება წავაგოთ დაღესტანელთან, გაიგე? და იმათ პატნენ და თავზე რომ დაგვაიმასაკნან, ხო გაგვიწყდება მე და ღირსები ხო ვიქნებით ამდენი შეურაცხყოფების მე. ისინი რო გვეუნებიან და გვაყენებენ შეურაცხყოფებს ჩვენ ხო ისინი არ ვართ. ჩვენ ქართველები ვარ და მოვიქცეთ ღირსეულად. აბა რა, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რა. არა, მიხარია რომ ეგრე ფიქრობ და ეგრეც არის რა. თან ეხლა რა არის სიტუაცია, იცი, იმ ჩხუბს შენ იგებდი. ისე არ იყო რა, აი კლასით რაღაცა უბრალოდ ეგ ჩხუბია და ხე მის უმეტეს დგომში როცა ჩხუბობ, იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყველა ხო, ეგ. ყოველთვის, ანუ ჭიდაობაში უკეთესი მოჭიდავე 99% იგებს. სტრაიკინგში შეიძლება 50-50-ია მაინც ყოველთვის, იმიტომ რომ გასროლილი ტყვია რას მოხდება კაცმა არ იცის რა, ეს უკონტროლოა მე რა და. იმიტომ არ გვინდა მაღაზია ისა, შენ შენი გზა გაქვს, თავარია გაგრძელდეს ისე როგორც გეგმის მიხედვით. აქ თუ ჩამოხვალ მაგას რაჯობია, აუცილებლად შეხვდები, გაგიცნობ და აქ ბევრი ვარ თუ ყმართ მაგვარმავალოს და ყველაფერი კარგად იქნება ძმაო რა, დარწმუნებული ვარ. ჭკვიანი ბუჩქუბარი ხარ შენ და ვიცი რა შენი საქმე, ჩემი სწავლება არ გჭირდება რა, ნამდვილად რა. მოდი გავბლიცოთ და რაღაც ისე სახალისოდ დავამთავროთ რა. მოდი, ხო. ნიკოლოზ, ვინ არის შენი ფავორიტი მებრძოლი? ოღონდ ქართველებს არ თვლი რა. თუ ყავს ფავორიტი ქართველი რო არ იყოს რა თქმა უნდა. ქართველებს თუ არა, მაშინ მებრძოლე ტექნიკურად ჯონ ჯონსი. Yeah. Good one. ქართველებში მაშინ ეგ უბრალოდ ყველანი როცა იცნობ ეხა როგორ ყველანი რომელიც ახეხებენ მაგრები არიან, არც მინდა ერთი თქმა რა, იმიტომ რომ ყველანი მაგრები არიან რა. ბაზარია რა. თუ გაქვს ფავორიტი ბრძოლა, ან შენი, ან ცნობილი ბრძოლა ორგანიზაციაში, რომელიც არ უნდა იყოს, ან ფინიში თუ გაქვს ფავორიტი, ვიჩვენოდები. ანუ ფინიში რაც მაქვს თავში ახლა, ანუ ეგ ისტორიკული იყო Justin Gaethje და Max Holloway. მეხუთე რაუნდში Max Holloway რომ მოიგო, ეგ აბსოლუტური იყო რა. ბიჭო, რა უნდა თქვა, იცი, რომი მაგ ბრძოლიდან რა, ყველაზე ერთი დიდი მომენტი იყო ჩემთვის რა და ქართულ MMA-ს. აი მაგ ბრძოლიდან დაიწყო ყველაზე დიდი მომენტი რა. Max Holloway-ს TT, ხო? ხო მაგაზე იძახი. ბოლოს Max Holloway-ს TT რა. ქვემოთ რო უმიზნებს და ილიას რო შეხვდა მერე და პირველ თავიდანვე რო გამოვიდა და TT ესე დაადო რა. აი ეგ იყო ძალიან მაგარი. ძალიან მაგარი. ხო, ხო, ეგ იყო როგორც MMA history რა. Yeah. ბიჭო, მოდი მაშინ სანამ ილიაზე ვართ, რას ფიქრობ ამ გადაწყვეტილებაზე და როგორ შეაფასებ რა შანსებს მისცემ ილიას 155-ის დივიზიონში? მე მგონი, ილია უკვე აჩვენა რომ featherweight-ში ლეგენდებს, Holloway-s, Volkanovskis ჩააგდო ქაოში და თავისუფლად რაც თქვა რომ weight cut რთული არის, რატომაც არა რა. ავალ lightweight-ში და ასე ძლიერი არის თავის ბოქსი, ყველაფერი ასეთი მებრძოლე არის რომ თავისუფლად გონია რომ შეუძლია მოიგოს ყველას და
ხო მართალია ისლამ აკაჩეფი ახლა ძალიან რთული მოცინამდეგე არის, მაგრამ ტექნიკურად 100%-ად ვიცი რომ აჯობებს, მაგრამ ერთად-ერთი რაც არის რთული იქნება, საინტერესო იქნება, ანუ ფიზიკურად როგორ, ანუ ჩიდაობაში როგორ შეუძლია აჩვენოს, იმიტომ სხვა ცონა არის და ეგ არის, მაგრამ ანუ თქვათ ბოქსში შანსი არ ხედავ მაკაჩეფისთვის, იმიტომ რომ თოფურია ილია ასე მაგრად მოძრობს, რომ მეტი არ შეიძლება. ასე ანუ smart არის რა, რაც აკეთებს მან კეიჩში არც მინახავს სხვა ვინმე, რომელიც ასე მოძრობს, როგორც ამან რა. ყველაზე 100 real. რთული 100 real. ყველაზე რთული იმაზე ლაპარაკია, რაც არ გინახავს და არ იცი და უბრალოდ სამწუხაროდ ილიასგან არ გვინახავს საკმარისი wall work-ი, chain wrestling-ი, აი მაგალითად ახლა მახაჩევისგან რაც გვაქვს, მაგარი ტრიპები აქვს და wall-ისა კედელთან მუშაობა, chain wrestling-ი, ერთი takedown-დან მეორეზე გადასვლა და ეს chain wrestling-ი არ მთავრდება, ბოლო არა აქვს, თუ არ მასაკნა მოწინააღმდეგემ თუ არ გაგიწყვიტა რა და ეგეთი რაღაცები ჯერ ილიასგან არ გვინახავს და ერთადერთი მაგიტომ მინდოდა რომ გაჩერებულიყო და 1-2 კიდე დაეცვა თავის წონაში, რომ აი ეგეთი აი ევლოებთან, იმიტომ მინდოდა ამდენი ხანი რაც მოიგო კამარი იმის მერე ვიზახი რომ ნეტა ევლოებს ეჩხუბოს მეთქი, იმიტომ რომ როცა აი მაგისეთ რაღაცებს ვნახავდით, გამიგე ილიასგან ვინუშდენი იქნებოდა და იზოლებული იქნებოდა რომ გაეკეთებია, იმიტომ რომ ისეთი სტილი აქვს ევლოებს და თვითონაც თავისთვისაც უკეთესი იქნებოდა ჩემი აზრით როგორც მებრძოლისთვის რა მაგრამ ნუ რახან ეხა ესეა შანსი რა თქმა უნდა ძალიან დიდია იმიტომ რომ შანსი ძალიან დიდია და ამას თუ მოიგებს ახლა ეგ ხო ანუ ზეგი Sky is the mere უკვე მაგის იმას ეცი რა არის ახლა რომი ნიკ ახლა ხო არის რა დიეგო ლოპეზ versus ვოლკანოვსკი რა და განსაკუთრებით ისეთი გამოვა რა ვოლკმა თუ მოიგო ანუ დიეგო თუ დაამარცხა ვოლკმა აი თითქოს კიდე დამტკიცება იქნება რომ შენ ილიას მანდ აღარ უნდა და საჭირო აღარ იყო რომ გაჩერებულიყო რა თუ ხვდებით რას უძახი რა ანუ ამუშავა მეტი არა მართლა არაფერი აღარ ეკნებოდა რა თუ ვოლკმა მოიგო განსაკუთრებით არა გიო ყურე MMA-ში 2x2 ყოველთვის 4 არა ვიცით ეს ჩვენ რა ეგ MMA-ის მათემატიკა არ არის ეგეთი მარტივი როგორც ეგეთი ლოგიკური როგორც ჩვეულებრივი მათემატიკა ლოგიკა თითქმის არა ამ სპორტში რა რახან ვოლკმა მოუგო იმას და იმას ეგ იმას ანიშნავს რომ ყველაზე ბიჭო მაგას არ ვიძახი უბრალოდ ვიძახი რომ ვოლკმა თუ მოიგო რა ანუ ვოლკს უნდა შეხვედროდა და უკვე დამარცხებული ყავს ვოლკი და დიეგომ რომ მოიგოს პირიქით იტყვიან ხალხი რომ აი ილია უნდა შეხვედროდა ამას და აღარ არის არა ეგ მესმის ბაზარი არა Okay ბიჭო fun questions for Nico შენ ჩაუგდე 1-2 fun questions come on ნიკო როგორ ფიქრობ ეხა პირდაპირ კამარზე აჩხუბებენ ილიას თუ არა მე ვფიქრობ რომ პირდაპირ კამარზე სხვა შემთხვევაში არ დათმობდა კამარს მე ვფიქრობ Yeah man კიდე საინტერესო ხო მოდი გადავიდეთ მაშინ რაზე იცი ნიკო რა არის ყველაზე დიდი ჰობი შენი რა ან რამე სხვა ტალანტი თუ გაქან რისი კეთება გიყვარს გეიმინგი წიგნი მუსიკა რაც არ უნდა იყოს რა ანუ სხვადასხვა სპორტით მაგრამ თქვა სულ სხვა რამე ნამცვარის გაკეთება მომწონს რაღაცნაირად German pie. მართლაც რომ გითხრა. მართლა მომწონს რა ვიღაცა დაბადების დღე თუ აქვს ან რამე, მე ძალიან მომწონს ნამცვარს გაკეთება რა, კარგი საჩუქარი არის, ხას გავხარდება და კარგი რავი რა, აი, ყველაზე ბოულოდნელი პასუხი იყო ეს ხო რომი აღიარე რა. ამას ზეღა მართლა ნამცხვრის გაკეთებას თუ იტყოდა. ვაუ და საიდან და როგორ დაიწყო ეს ამის ანუ სიყვარული და კეთება როგორ დაიწყე?
რა ვიცი რა ეხლა რომ არ მქონდა საჩუქარი ვიღაცებისთვის დაბადების დღე ქონდა რაღაცა უნდა გააკეთო და მე თავისუფლად დამცხვარი და სეო ასე გაჩნდა რა საღო ჩვენ როგორ შევოდით იცი საქართველოსია საქართველოსიც და აქაც როცა ფული არ იყო შევდიოდით ვიპარავდით აქ ჩავიდებდი ჯიმში მე მანდ არ ვიყავი ნიკო მე მანდ არ ვიყავი okay let's just make that clear და აი მოდი გადავიდეთ მაშინ რომელი ნამცხვარი არის შენი ანუ specialty რა ანუ spec შეკვეთა რა cheesecake აი მაგალითად თავიდან თქვი ვერ გავიგეთ ხო I messed up the question cheesecake და რა სპეციალური cheesecake რა თავისუფალი კი არა სპეციალური cheesecake აქვს თვიმიანი honey, სხვადასხვა რამე კიდე ბისკიტ და რაღაცები რა. ვა. საქართველოში ხო არაფერი უახლოეს მომავალში წასვლას და როცა აი ყველაზე ხშირად რიქ რო ჩადიხარ რომელ დარბაზში ვარჯიშობ ხოლმე რა? ეხლა ფიქრობდი ჩასვლას, იმიტომ რომ მაინც ეხლა ერთი თვის ალბათ ვერ ვივარჯიშებ და მაგისთვის ანუ დრო მექნება ჩემ ბიძაშვილებთან ყოფნა, ჩემ ბიძიასთან, დეიდასთან და მაზუსტად ჯერ არ ვიცი რა, ეხლა შემდეგ კვირას ერთ ექიმს უნდა შევხვდე, ველაპარაკებ და მერე გავაქვიებ რა და როგორ და როცა ვარ საქართველოში, თბილისში ვარჯიშობ, წესით ჩემპიონს აკადემიაში რა, სადაც ბენო და მათაც ვარჯიშობენ. კი ბატონო. ბოლო 2-3 წელში მან ვიხავი. თავის დროზეც ხანდახან ვიხავი, არც მახსოვს როგორ ქვია, ვაზა ციპტაური სადაც ვარჯიშობ, რაული თუთარაული, მანაც ვარჯიშობდი ხანდახან. გურამ ფაით კლუბ. და ჩემპიონს აკადემიაში ბიძინაც დადის ხოლმე ხანდახან, ხო? არა, ჩემპიონს აკადემია მაგარია რა, კარგი დარბა რა, მომწონს. კი. Yeah man. კი და ძალიან მაგარ შედეგები აქვს ამ ბოლო დროს ძალიან ამოქაჩეს, ძალიან მოუმატეს და ძალიან რა ხდება უბრალოდ იცი ეს წარმატება ქართველების ხო ეს ჩემპიონები ესა, მაგრამ თლიანობაში სანამ მასიურად არ დავიწყებთ საქართველოსდან ბიჭების გამოშვებას და საქართველოში გაზრდილი და ჩამოყალიბებული მებრძოლები არ გვეყოლება, მანამდე თლიანად როგორც ესეთი მაინც ისე სერიოზულად არავინ არ გვიქვამს როგორც ჩვენ გვინდა და გონია და წარმოგვიდგენია რა ყოველთვის მაინც იქნება ის ასტერიქსი რომ ხომ არა ეს იქ არ ვარჯიშობს ხომ არა ეს ჯერზიში ვარჯიშობს ეს ესპანეთში ვარჯიშობს ეს ნიუ-იორკში ვარჯიშობს აი საქართველოში ჩამოყალიბებული აი ეს ბიჭები რომ წამოვლენ აი ეგ იქნება უკვე საქართველოს ყველაზე დიდი რეკლამა და ეს არის ამიტომ რომ დღესდღეობით მაინც დიდ მაღალ ეშელონებში რო წავალ ლაპარაკი ქართველებზე და ქართულ მებრძოლებზე და ქართულ MMA-ზე ხო მაგრამ სად ვარჯიშობს ეგ კითხვა ისმის კაიგე მერაბიზე ხომ არა ეს ხო ნიუ-იორკში ვარჯიშობდა ეხლა ვეგასში ვარჯიშობს თოფურიას იქ ვარჯიშობს სხვაგან ისა და აი მე მინდა რომ მალე მოვესწროთ იმ დროს როცა რა თქმა უნდა ყველა ერთნაირად გვიყვარხართ ვინც გარეთ ვარჯიშობთ თუ სახში ვარჯიშობთ მაგას არ აქვს მნიშვნელობა მაგრამ რეალურად ხო საქართველოს ამბავში აი არის საჭირო და სასურველი იქნება რომ აი საქართველოში ჩემპიონთა აკადემიაში ვარჯიშობს იქიდან მოხდა UFC-ში იქიდან იბძვის ის გურამ ფაით კლუბში ის ვეფხის ტყაოსანში ის ბათუმის ფაით აკადემიაში და ასე შემდეგ აი ეს სახელები თავიანთი დარბაზის ქართული დარბაზების როცა წამოიღებენ ბიჭები ამ სახელებს საერთაშორისო არენებზე და ბოლოს UFC-ში აი იქნება უკვე ჩამოყალიბებული სისტემური წარმატება ქართული MMA-ის UFC-ში და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე რა ასე რომ მერთით იმედია მაგას მალე მოვესწრებით რა შენც ასევე ძმაო წარმატებებს გისურვებ ძალიან საყვარელი ადამიანი ხარ არც ვიცოდი მე შენ თუ მანდიყავი დაბადებული გაზრდილი კიდევ ერთხელ რომ მომწერე რომ მიპასუხე და ისა მივხვდი მე უკვე რაშიც იყო საქმე მე მეგონე დედასპიცა ვარ საქართველოში დაბადებული გაზრდილი მეთქი მე წავიდე ეთყობა გერმანიაში და ანუ როგორც ილია რა დაახლოებით ეგრე და შენ უფრო ევროპელი ხარ რა უფრო ანუ იქაური სისხლიც გაგიქ და იბადე და ასე შემდეგ დედა იქაური ყავს და ძალიან გამიხარდა და მესიამონა იმიტომ რომ მიუხედავად ყველაფრისა
შენში იგრძნობა მაინც ქართველობა და სიტყვა ჩვენებული რა და ძალიან მიხარია ძმაო სანამ შენ იბრძვი ჩვენ ჩათვალე რომ ჩვენი გადაცემა შენს გვერდით ვართ და ჩათვალე რომ ეს გადაცემა ისევე როგორც ნებისმიერი ქართველისთვის შენთვისაც არის სახლი და ყოველთვის შეგიძლია ჩვენი იმედი გქონდეს ყველაფერში რაც შეგვიძლია შენს გვერდში ვართ რა დიდი მადლობა ძალიან გამეხარდა თქვენი გაცნობა ძალიან კარგი იყო და ხო დიდი მადლობა ყველასთვის დიდი მადლობა ყველა support-ს რომელიც მომცემს და one love ერთი სიყვარულის ერთად ყოფნა ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბილად და კარგად გაიხარეთ რა ეხა one love უნდა თქვა გერმანულად რა let me think about it one sec ein lieber dich ხო თუ არა eine liebe ein one love eine liebe ja ein lieber ჯიგარი ხარ ეს იყო Fight Hop-ის 193 ეპიზოდი ნიკოლოზ სამსონიძესთან ერთად დარჩით ჩვენთან ყოველ კვირა გვექნება ეპიზოდები მე ვარ ნოსტალ გიორგი სართანია ეს არის რომეო 50 ცენტერაძე ჩემი პარტნიორი და კიდევ ერთხელ ნიკოლოზ სამსონიძე აბა მაგრად ნახვამდის ოს